დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით 8 თებერვალს იმართება ლოცვითი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისაკენ, სადაც რა თქმა უნდა აღევლინება პარაკლისი, საზეიმო მსვლელობის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის 8 წლისა და ორგანიზაცია დავითიანის შესახებ გვესაუბრება მოძრაობა დავითიანის ინტელექტუალური განვითარებისა და ევანგელიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი მღვდელი გიორგი ბერაძე. დილამშვიდობის მამა გიორგი, დილამშვიდობის სამებით მეთქმა დაგლოცოთ. მამა გიორგი, სადმშრალოდ ვისაუბრებდეთ მოძრაობა დავითიანის შესახებ, თუ რა სიახლეები გაქვთ და როგორ გაიმართება მსვლელობა, ამ ყველაფრის შესახებ მოგვიანებით, მანამდე კი მინდა გკითხოთ, როგორია დავით აღმაშენებელი, თქვენი თვალით დანახული და რა ასპექტებს გამოხობდით მისი მოღვაწეობისა და ცხოვრების. დიახ, კარგი შეკითხვა არის. პირველ რიგში ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ისტორიულ თარიღებზე და პიროვნებებზე ისტორიულზე, ეკლესიაში მათი როლი და მათი წმინდანობა არის ხაზგასასმელი რა კრიტერიუმებით ხდება, რადგანაც ხშირად ბევრი ერის ადამიანი გვისურვებს შეკითხვას, რომ რა კრიტერიუმია, ჩვენ ვიცით, რომ მოღვაწე ბერების, აღსარებლების, სხვადასხვა სახის მოღვაწეების სიწმინდე და წმინდანობა უფრო აშკარაა ხოლმე, ვინც აი ესე ფიზიკურად 8 წელშია, მაგრამ დავით მეფე თავისი ბუნებით არის მაგალითი იმ ერისკაცის და იმ ხელისუფლის, რომელიც გარდა იმისა, რომ ბრწყინვალედ ასრულებს თავის მოვალეობებს, როგორც მეფე და ჩვენ რა თქმა უნდა ისტორიულად აი ორი სიტყვით რო აღვნიშნოთ, მისი 8 წელი ეს არის ფაქტობრივად ოქროს ხანა საქართველოს ისტორიაში. ოქროს ხანა არა მარტო საქართველოს გამთლიანების და ასევე ტერიტორიების გაზრდისაც კი ისტორიული ტერიტორიების შემოერთებით ნიკოპსიდან და რუბანდამდე როგორც იტყვიან. ეს არის ასევე დიპლომატიური ურთიერთობების ჩასახვა, ეს არის ასევე კულტურულ, ისტორიული და ასევე რელიგიური აღზევების ხანაც და ალბათ ეს ყველაფერი ერთად რომ იყო, ამიტომაც მოახერხა დავით მეფემ ყოველივე და მასში იმის და მიუხედავად რომ სხვათა შორის მის თაობას და ეს ბევრმა არ იცის, მისი უპირველესი ერთ-ერთი რეფორმა 1103-დან 1105 წლამდე ეს იყო საეკლესიო რეფორმა, რუის უბნისის კრება და უნდა აღნიშნოს აქვე მისი აღმზრდელის როლი, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის როლი, მის გარეშე გამორიცხულია, რომ დავით მეფე 16 წლისა ესეთი ასე ვთქვათ, სიბრძნით და გამოცდილებით ქონოდა მას შესაძლებლობა მართვისა, თუმცა ეს პიროვნული უნარები და მის ეს სულიერი შეწევნა წმინდა გიორგი ჭყონდიდელისა გახდა იმის საფუძველი, სწორედ სულიერი კუთხით და კულტურული კუთხით მოღვაწეობიდან დაიწყო მისი უკვე შემდგომი 8 წელი. ასევე საინტერესოა, რომ რუის ურბნის კრების შემდეგ მის თაობაში ზოგადად დავითი არ იყო დიდად განდიდებული, დავით მეოთხე და თუ არ ჩავთვლით იმ რიგ გამარჯვებებს, მათ შორის 1121 წლის დიდგორის ბრძოლას, მას ხალხი აღიქვავდა როგორც რაღაც დაუნდობელ და მკაცრ მეფეს. მაგრამ რეალურად ოქროს ხანის მთავარი, ასე ვთქვათ, შემადგენელი კომპონენტი იყო ის, რომ ის შეუპოვარი და დაუნდობელიც კი იყო იმ ადამიანებისადმი, ვინც ქართულ სახელმწიფოებრიობას ან თუნდაც ზნეობას, ასე ვთქვათ, უპირისპირდებოდა და ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ დავით მეფე არის გამორჩეული. გარდა მისი სამეფო ღირსებებისა, ის განსაკუთრებულად მოღვაწეობით გამორჩეოდა ქრისტიანული კუთხით, როგორც შეეძლო ის წელიწადის განმავლობაში რამოდენიმეჯერ კითხულობდა 60 ქულოს სახარებას, მას მუდმივად თან მიქონდა წიგნები, ის მუდმივად ეზიარებოდა და აზიარებდა ლაშქარს, ასე რომ ის მრავალი თვისებით დაჯილდოებული მეფე იყო და ასევე მნიშვნელოვანია მისი გალბანი სინანულისანი, რომელიც ფაქტობრივად მისი ეს ნეფსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვები, რომლებიც ყველა მართველის ცხოვრებაში ალბათ ხდება, მან გულწრფელად მოინანია და გულწრფელად შეინანა მისი ეს ყოველივე და დაწერა საოცარი ძეგლი. ეს მეტყველებს მისი სულის აყვავებაზე, სინანულის და გარკვეულწილად გულის დამდაბლების შემდგომ. ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდებით ყოველი წლის 8 თებერვალს და აღნიშნავთ
შეიძლება ითქვას გრანდიოზულად ხომ ამ დღეს. როგორ იმართება ყოველწლიურად ეს რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ აღინიშნება საქართველოში 8 ფებრუარი და ლოცვის მსვლელობაზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ შემდეგ, რომელიც წელსაც იქნება ბუნებრივი. დიახ, რა თქმა უნდა, ლოცვითი მსვლელობა თითქმის აი სტანდარტულად რო ვთქვათ, იგულისხმება ხოლმე ყოველთვის, ესე იგი, დავითიანის ორგანიზებით ტარდება ხოლმე ეს მსვლელობა მთელი თბილისის მასშტაბით, ყველა ტაძარში თავისთავად აღევლინება წირვა, მაგრამ დღეს მასშტაბები არის გაზრდილი და დღეს 8 ფებრუარს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო იქნება ეს ღონისძიება, დაწყებული, ასე იგი, დილიდან, სამების ტაძრიდან დაიძვრება მრევლი და მომლოცველები დიდგორის მიმართულებით, შემდეგ დიდგორიდან მოხდება უკვე გადანაცვლება მცხეთისკენ და უკვე შემდგომში ქალაქში შემოსვლისას მოძღვრები, სასულიერო პირები აკურთხებენ მაცხოვრებლებს და ქალაქის, ასე ვთქვათ, შემხვედრ ადამიანებს და ვფიქრობთ, რომ ეს და ბოლოს უკვე საღამოს იქნება დასვენითი ღონისძიება, როდესაც აინთება კელაპტრები და ჯვარს დასახავენ ახალგაზრდები, აი ეს არის მნიშვნელოვანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჯვარს დასახავენ ასე ვთქვათ ხალხს. და ეს არის ფაქტობრივად სიმბოლური გარკვეული გაგებით, მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა დაგვაუწყდეს რა დგას ამ სიმბოლოს უკან. ამ სიმბოლოს უკან დგას ერთიანობა, რაც ქართულ ხალხს მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს ძალიან აკლია და ის სამწუხარო ვითარება, რაც დღეს ხდება და არასწორი დამოკიდებულებები, არასწორი რაღაცა ვთქვათ მოქმედებები რაც ხდება და ახალგაზრდების შეიძლება შევიწროებათ, შეიძლება ჩაგვრაც, ძალადობას ეს რა თქმა უნდა ამ ერთობას და ამ ყველაფერს ხელს შეუშლის. და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის უნდა ვიმსახუროთ და ჩვენი ორგანიზაციაც და ჩვენი მოძრაობაც სწორედ ახალგაზრდებისკენ არის მიმართული და ზოგადად ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საზოგადოებაში აზრის პოლარიზებებისგან თავი შევიკავოთ და ვეცადოთ, რომ გავერთიანოთ ერი. ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის საუბარი რაღაცა ვთქვათ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ერთმანეთი არ გავწყვიტოთ და ერთმანეთი არ ასე ვთქვათ დავაზიანოთ. მამა გიორგი, რა შეეხება ლოცვით მსვლელობას, მისი შინაარსის შესახებ და მისი დანიშნულების შესახებ მინდა კითხოთ, თუ რას მოიცავს ის თავისთავში და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის? ეხლა ლოცვითი მსვლელობის შინაარსი არის ისე და ისე უპირველესად ერთობა ქართველი ხალხისა და ასევე ვინაიდან ეს არის ახალგაზრდული მოძრაობა, მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებმა დაინახონ და შეიგრძნონ ის მნიშვნელობა ფაქტობრივად ამ ღონისძიებაში, მნიშვნელობა დავით მეფისა, მნიშვნელობა ოქროს ხანისა და მნიშვნელობა იმისა, რომ ეს ესტაფეტა ერთიანობის მათ უნდა მიიღონ და მათ უნდა გააგრძელონ ფაქტობრივად და ჩვენ რომ რაღაცნაირად მოვახდინოთ ამის პროექცირება წარსულის აწმყოში, ეს არის ლაშქარი ფაქტიურად, რომელმაც ასევე უნდა გაიმარჯვოს მტერზე, ხილულზე და უხილავზე ამ ერთიანობით, ლოცვით და ღმერთთან ყოფნით და მშვიდობით, რა თქმა უნდა, ოღონდ ეს მშვიდობა, როგორც ასე იგი დავით მეფის მემატიანე ამბობს, ვიბრძვით იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. აი ესეთ მშვიდობაზე არის საუბარი. მამა გიორგი, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ინტელექტუალური განვითარების და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი ბრძანდებით და ამ განყოფილებაზე მინდა კითხოთ, როგორც ვიცით, ახალი შექმნილია თქვენ ხელმძღვანელი ბრძანდებით, როგორც ჩვენ მოვახსენეთ მაყურებელს, რას ემსახურება ამ განყოფილების არსებობა, რატომ არის მნიშვნელოვანი და ახალგაზრდებს რა საქმეს უკეთებს განყოფილება, რომ ეს უთხრათ ვამბობთ მაყურებელს. დიახ, ეს განყოფილება სულ რამოდენიმე ხნის წინ ჩამოყალიბდა ბატონი კოტეს და გიორგის ასე ვთქვათ ინიციატივით და შემოთავაზებით დავთანხმდი ამ ფუნქციას საპასუხისმგებლოს და ფაქტობრივად ჩვენი მიზანი ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის სწორედ ახალგაზრდობა და ახალგაზრდობის ასე ვთქვათ ჩართულობა პროცესებში კი არა ჩვენი ჩართულობა ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში არის მიზანი და შეიძლება ჩვენ ცალ-ცალკე სასულიერო პირები, ცალ-ცალკე მოძღვრები ვცდილობთ მათთან ურთიერთობას, მაგრამ საერთო პლატფორმა, სადაც მათ გავეცნობით, სადაც მათ მოვიწვევთ, სადაც მათ უჩვენებთ ფილმებს, განვიხილავთ მათთან ერთად წიგნებს, მათ გულწრფელ შეკითხვებს, ან შეიძლება კრიტიკულ დამოკიდებულებასაც უპასუხებთ. და ამას შევძენთ არა მარტო აი ასეთ ფორმატს, არამედ საგანმანათლებლო ფორმატსაც, მაგალითად საკლუბო მიმართულება ციგნიერი ლიდერი, რომელსაც მე-10 კლასელებთან წლებია დავითიანი ატარებს, მას ცოტა სისტემური ხასიათი შევძინეთ, მოვიწვიეთ მოძღვრები და კიდევ ვაპირებთ ბევრი სასულიერო პირის ჩართვას ახალგაზრდებთან, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე უფრო ზრდასრულებთან
ახალგაზრდებთან იმისთვის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტად შევიგრძნოთ მათი მაჯისცემა. და მათ შევთავაზოთ არა მარტო დაუშვათ სამხადაგებლო მისიონერული მიმართულება ჩვენი კუთხით, არამედ საგანმანათლებლოც და წიგნიერი ლიდერი და სხვა პროექტები, რომლებიც ახლა ხანს გქონდა განხილვა ფილმისა ღვთისკაცი, რომელიც წმინდა ნექტარიოს ეგინელის ცხოვრებას ეხება, ახლა კვირას გქონდა და ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი ასევე პირველი ღონისძიება უკვე უშუალოდ უფროს ჯენზისთან, ასე რომ ვთქვათ, ანუ ახალგაზრდებთან და ერთია სურვილი ვთქვათ და ის გეგმა რაც თქვენ გაქვთ დასახული მიზნად და ის სურვილი რომ შეიძლება მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ ყველაფერში ხო და მოძრაობის წევრები როგორ შეიძლება გახდნენ მოძრაობა დავითიანს როგორ შეიძლება რომ შეუერთდნენ და განაგრძნოთ თქვენთან ერთად ეს სავალი გზა. ყველა ადამიანს შეუძლია რომ შემოგვიერთდეს თუ აქვს კაიმე კონკრეტული ინტერესი ჩვენ ბევრი მიმართულებით ვცდილობთ რომ გავახორციელოთ პროექტები ისევ და ისევ საგანმანათლებლო და მისიონერული კუთხით და ჩვენ ვაქვეყნებთ მუდმივად ამ სიახლეებს და ვისაც ექნება სურვილი ნებისმიერ ის იქნება კინოჩვენება თუ წიგნის განხილვა თავისუფალი საუბრები მოძღვართან და რაც შეეხება სასწავლო მიმართულებას იქნება რეგისტრაცია და სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა მოხდეს ამ ძალიან მარტივი ელემენტარული საბუთების შევსება და მოხდება უკვე საკლუბო ვთქვათ მიმართულებით რეგისტრაცია. სხვა მხრივ, სხვა ღონისძიებებში დასწრება აბსოლუტურად თავისუფალია, ხდება ჩაწერით და ფაქტობრივად ჩვენი ინტერესიც ეს არის, რომ რაც მეტი გულანთებული ადამიანი მოვა და მით მეტად დაუმეგობრდებით მას და შევქმნით მათთან ერთად ამ დამეგობრების კერას, ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ. აი ჩვენი საუბრის ბოლოს ჩვენ დღევანდელი შეხვედრა რომ შევაჯამოთ მამა გიორგი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ლოცვითი მსვლელობის მნიშვნელობის შესახებ ჩვენს მაყურებელს და ასევე უთხრათ კონკრეტულად ისევ განმეორდეთ 8 თებერვალს სად და როგორ შეიკრიბება მრევლი. კი ბატონო, როგორც უკვე აღნიშნე, ლოცვითი მსვლელობის მნიშვნელობა პირველ რიგში არის ერთობა, ერთობლივი ლოცვა, ერთობლივი ასე ვთქვათ აღვლენილი მსახურება ღვთისადმი და წმინდა მეფე დავითისადმი და ეს არის გაერთიანება ქართველი ერისა და აღნიშვნა და გარკვეულწილად გახსენება იმ ოქროს ხანისა, რომელიც არსებობდა 900 წლის წინ და რომელიც დღესაც ჩვენ მოწოდებულები ვართ, რომ ეს ასე ვთქვათ ანთებული ცეცხლი შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. რაც შეეხება მსვლელობას, დეტალური ცხრილი გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე, თუმცა მონახაზი რომ გითხრათ, 10:30-დან დაიწყება შეკრება სამების საკათედრო ტაძარში, შემდეგ იქნება ეს მსვლელობა გაგრძელდება, როგორც უკვე აღნიშნეთ, დიდგორის მიმართულებით, იქიდან მცხეთაში, ხოლო შემდეგ ასევე 24 სკოლის წარმომადგენლები შეუერთდებიან აღმაშენებლის ხეივნიდან ამ მოძრაობას და ბოლოს დაგვირგვინდება ისევ სამებაში პარალელურად მოხდება ქუჩების კურთხევა, ლოცვა, პარაკლისები აღევლინება და ამით უფალს შევთხოვთ, რა თქმა უნდა, ქართველი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთეს, მშვიდობას და ერთიანობას. წინასწარმული ლოცავთ დავითობას და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი და გამშვიდობთ. მადლობა თქვენ მოწვევით. მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ მოძრაობა დავითიანის ინტელექტუალური განვითარებისა და ევანგელიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი მღვდელი გიორგი პერაძე.